მოდი დავიწყოთ ახლა რა თემებიც აგერ აი ხა ირახან თქვი გიტარისტები აი ვახსენოთ რა მაინტერესებს ამდე ხანში აუ არ შეიძლება დაიწყო უკვე ანახ კომენტარი უნდა ნახო ხალხო აი კითხვა მაქვს ეგეთი რა და ამდე ხანში დაიწერება აბა დაიწერება 1300 კაციდან დაწერს ვიღაცა Black Magic Woman ვისი სიმღერაა ვინც არიცით არ ვიცი დაწერეთ Black Magic Woman ვისი სიმღერაა მე არ ვიცოდი არ დაგუგლო თქო პირდაპირ აი არ ვიციო პირველი კომენტარი ლენგლეო მეო არ ვიცი ჯემბა სანტანა აჰა всё ბექამ დაწერა ძალიან მალევე დაეწერა სანტანა შეროზიასი ყვითელაში ზირთად არიციან მართალი ტრიო მანდილი არ ვიცი პიტერ გრინი ხო ბევრი არის აი ესეთი სტატისტიკა გვაქვს სამწუხაროდ და ძალიან ცნობილი სიმღერაა სანტანას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა ალბათ ყველაზე ცნობილია ძველებიდან ეს ანამი ალბომს გამოუშვებდა კოლაბორაციები რო ქონდა ხალხ აი ვიღაცა დაჰაიდა გიორგი შენი კომენტარი და ყველაზე მკიდიაო დაწერა და მე სხვადასხვა გამოვაჩინე აჰა ხანკა ვა აი ხა ლექსო მაჭავარიანმა მომწერა ეხლა ვნახე უბრალოდ ძალიან მოუწერია რომ Fleetwood Mac-ის სიმღერა ყოფილა Black Magic Woman და სანტანას დაუქავერებია მე არიცოდი შეჩემ სირცხვილია შეჩემ ვა Fleetwood Mac-ის ოღონ ძველი 60-იანი წლების ანუ Stevie Nicks-ის და Buckingham-ის Fleetwood Mac-ამდე ძველი Fleetwood Mac მე ახალი მეგონა და ეგ ანუ მნიშვნელოვანი მომენტი იყო მუსიკის ისტორიაში Stevie Nicks-ი და Lindsey Buckingham-ი რომ მივიდნენ იმაში რა ქვია Fleetwood Mac-ში იმიტომ რომ პირველი ალბომი ეგრევე ძალიან მაგარი იყო და მეორე საერთოდ ათეულში შედის დღემდე ყველაზე გაყიდვადი ალბომების მუსიკის ისტორიაში Rumors-ი ძალიან მაგარი ალბომი Chain-ი სადაც სიმღერა ხო იცი ხო Chain-ი ვიცი Go Your Own Way ეგეც მანდარი და სანამ მივიდოდნენ ესენი Fleetwood Mac ჰქონდა 10 ალბომი თუ 9 ალბომი თუ რაღაც ძალიან ბევრი ალბომი ჰქონდა გამოშვებული და ნუ აი ნორმალური ბენდი იყო დიდი არაფერი და ესენი რომ მივიდნენ ეგრევე ტოპ ვარსკვლავები გახდნენ დაჟე ყვებოდა Stevie Nicks-ი რომ იანვარშიო ჩვეულებრივი ტიპები ვიყავითო და აგვისტოშიო ვიყავითო მილიონერებიო ნუ ვცდილობ ახლა შენი რაღაც ცოდნით გადაფარო ის ფაქტი რომ არ იცოდი რომ მაგათ სიმღერა იყო არა ეს პროსტა სანტანას სიმღერა დაგვაყურა ეგ ამბავი მევასებ ხალხო ეს გამოიხედეთ არავინ არ იცით ხათო არ იცით და ნუ ეს როგორ არ იცით ეს და თვითონაც არ იცოდა თურმე მე არ ვიცოდი შეჩემა რომ Fleetwood Mac-ის იყო თან იმამდე Stevie Nicks-ის და Lindsey Buckingham-ის Fleetwood Mac-ამდე რომელიც ბანძი Fleetwood Mac-ია არ არის კაი Fleetwood Mac ანუ სანტანას ყველაზე მაგარი სიმღერაო ეგო და არ არის მაგის ჯანი ხო აი რა ვქნა ხა სანტანას ჩემბრალი ხო არა სანტანას ბრალია შეჩემ მოკითხე სანტანას კაი ფეხბურთს დაუბრუნდეთ გადაცემა როკი და მუსიკა დროებით გვემშვიდობა გააკეთეთ ატო ეს ხო იყო გადაცემა კი მე აღადგინე ხუჩებს ჩემი არ იყო და აღადგინო რა ვქია ჩემი არა არის მე რაღაცა და ის არის იმან აღადგინოს მუსიკა და ფეხბურთი დაარქვია რაღაცა არა ვიშიც არის იმან აღადგინოს კაცო და რანაირად იყო მე არ ვიცი გადაცემა ანუ არ მომისმენი არა ხო ვა არ ძალიან კაი იყო ხო და რადიოში იყო ხო რადიო გადაცემა იყო რადიოში დიდად არ უსმენდი არაფერს შენ ცოტა შემდეგი თაობა ხარ და მაგეთ ხო რადიო 105 მარტო ხო რადიოში და ჰაჰა ის არის ჭიჭიკო და ბიჭიკო იყო ხოლმე და როგორ იცი ხა მე და შენ დავჯდეთ სიტყვაზე შაბათს 6 საათზე მე 12 საათამდე რომ იბაზროთ რა რაღაცები 12 რამდენი ხანი ხა ზუსტად რა არ მახსოვს შეbat ნაკლები იყო აღარ მახსოვს ხა ზუსტად თან ისა ქრონომეტრაჟი არ მახსოვს მაგრამ იყო თემა რომ თამაშები რომ მიდიოდა პარალელურად ევროპაში ესენი ლაპარაკობდნენ ამ თამაშებზე და რაღაც სადმე გოლი გავიდო და იყოდნენ რომ ამან გაიტანა ეს დაწინაურდა ეს იგებს რაღაც ფეხბურთზეც რაღაცას იბაზრებდნენ და მე გავუშვებდნენ რაღაცა იმას აი ეხა კი აბა 1973 წლის ლაივი ურაია ჰიპი July Morning-ი ჩაგიფთა ეგ რა კაია ეს მოგასმენებს თან კაია მორჩებოდა 10 წუთი მე გამოვიდნენ შევა მუსიკაზე ებაზა ცოტა ხანი მე ეტყოდნენ ეს და რაღაც შევა ისინი კონდათ რა ხმებიც აი რაღაცა ჩართავდნენ Manchester თუ გაიტანდა Manchester Teams ჩართავდნენ უცეფარს აიდან რომ აი Manchester-მა შეაგდო იგებს ერთი და თუ არ აკეთებ აი ეგეთ რაღაცას სად გავაკეთო YouTube-ზე შეჩემა ხო გაგიჟდი შეჩემა შაბათ-კვირას დავჯდა და ეგეთი სად მაქვს მაგის ის თავი ახლა თავი ეგ დრო არ თქვი ახლა დრო მაქვს თავი რავი ახლა მუსიკაზე ლაპარაკი ხო გევასება მუსიკა როგორ გავუშვა სიმღერა გავუშვებ ანუ არ არის პრობლემა როგორ და YouTube-ზე გადაცემა მაქვს და ეხლა კი მე ჩავთო სიმღერა ხო მონეტიზაცია არ გიქნება არხზე მაგის გამო მაგრამ სამაგიეროდ
ერთგულ მომხმარებელს და მაყურებელს მოასმენებ ძალიან საინტერესო ტრეკებს და ალბომებს და რა ამბებს. მაგრამ შენ ზარმაცი ხარ, მაგის გამკეთებელი ხარ. მაშინ და მაგას ჭირდება სტაბილურობა. და ყოველ შაბათ-კვირას უნდა აკეთო მაშინ. ანუ შაბათ-კვირა არ შაბათ-კვირა რატო კაცო ერთი დღე აკეთე? ან შაბათს ან კვირას? ხო რა, ანუ მუსიკალური აბიჭო აი არა რატო ამბობ იცი რომ მე მაგრად გევასება თემა და არი ხარჯები არსად მაგ მიმართულებით აი არა და ეგ შეხოთაშორის მე იხარჯები აქ არ მინდა რომ დაიხარჯო წაი თავი დამანები ბიჭო არა მაგას მართალი ხარ ანუ როცა რაღაცა ჰობი გაქვს და ვერ ხარჯავ მაგ ენერგიას რაც გაქვს მე გინდა რომ გასცე რა ინფორმაციაც გასცე რა სხვა ადამიანებს გააგებინო რომ ნახე რა კარგი რაღაცა არსებობს და რა მუსიკა საერთოდ ზოგადად თემაც ეგეთია მუსიკის რომ გინდა რა მაგას ლაპარაკია და არა თან მე მართლა ხო რასასიამოვნო ხა ფილმსაც რო ურჩევ ადამიანს წიგნსაც და რაღაცას და რომ მოვა და წავიკითხე და კარგია რომ გეუბნება ძალიან ნასიამოვნები ხარ რომ შეგიძლია ერთი ადამიანი მეტი დაიარება სამყაროზე რომ იმას შეგიძლია ელაპარაკო მაგ წიგნზე სიტყვაზე ფილმზეც ეგრეა და მუსიკაც ეგრეა და მით უმეტეს საქართველოში 90-იანი და 2000-იანი ტელევიზიაში ისეთი კლიპები ტრიალებდა რომ გემოვნება გაგვიფუჭა მაგან ცოტა ერს და კარგი მუსიკალური სარჩევი რომელიც დაждდება და რაღაცებს გირჩევს და დაგელაპარაკე ამ მუსიკაზე არ არსებობს ანუ რავი ანუ კი არსებობს რაღაცა ძალიან ნიშური მაგრამ ჩემამდე არ მოსულა ჯერ აი ვიღაცებს შეიძლება აკეთებ რაღაც მუსიკაზე გადაცემას მაგრამ ჩემამდე არ მოსულა ეგრე რა ხო და ასათვისებელი ბაზარია მაგას გულისხმობ რა ანუ არა ასათვისებელიც რომ არ იყოს ზოგადადაც გავერთობოდი და გამისწორდებოდა მაგრამ აი რომ ვერ ზუსტად რომ ფორმატიც რომ არ მაქვს ჩამოყალიბებული და მოფიქრებული როგორ შეიძლება გავაკეთო და პლუს კიდე გარდა მაგისა ისიც რომ არ ვიცი რამდენად სტაბილურად მოვახერხებ კეთებას აი ეგ მიშლის ყველა პირველ რიგში ხელს რა და თუ აკეთებ მე მგონი უნდა მაშინ აკეთო და აკეთო რა ეს გავაკეთე ხოლმე არ გავაკეთე რა თქმა უნდა ყველაფერში არის სტაბილურობა ყველაზე მთავარი ხო ეგ არ მინდა რა მაგითო ხა ავდგე და იმას ვქნა რა ქვია ჩემი გეიმინგ ჩანელი ოქტომბრისთვის გადაიწია. ოღონდ უეჭველი.